ეს შენობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს. ეს არის თბილისის სანაპიროს ერთ-ერთი ნაწილი, სადაც ფონად აქვს თაწმინდა, ყოფილი ადრე სასტუმრო ივერია, მერე შემდეგ მთელი მეგონი მეცნიერებათა აკადემიის შენობა, რომელსაც კოშკი აქვს. აი ეს მთელი ეს განშრა მეორე სანაპიროდან რო უყურებ, კარგად ჩანს. და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ აი ლანდშაფტური ყოფილიყო არქიტექტურა და აი ამ გამწვანებულ ტერიტორიაზე ამ ფერდობზე, ჩამოსულ ფერდობზე კარგად ჩამოშდარიყო. ფუნქციით პირველ სართულზე აგროჰაფია და შემდეგ პარკინგებია და ბოლო ტერასა, რომელსაც საუკეთესო ხედები აქვს, იქ არის განთავსებული რესტორანი, წისქვილი. აი ამ სამივე სინთეზი ერთად გამწვანებულ ლანდშაფტურ არქიტექტურაში კარგად ჩაჯდა. ერთ-ერთი საინტერესო შენობა გამოგვივიდა. აგროჰაპი არის დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც ფაქტობრივად პირველ სართულზე შედიხარ ამ სავაჭროდ, თუმცა შეგვიძლია ამავე ქუჩიდან ახვიდე პარკინგზე, გააჩერო მანქანა და ნებისმიერი სართულიდან ჩამოხვიდე ლიფტებით, კომუნიკაცია პირდაპირ ხდება და ამავე დროს პირველ სართულიდან შეგვიძლია მოხვიდე და პირდაპირ ახვიდე რესტორანში და მოხვდე ტერასაზე. ესე იგი, შუა ნაწილშია განთავსებული პარკინგები, ზევით და ქვემოთ სავაჭრო ნაწილი. ეს საერთოდ ყოველთვის ჩემთან არქიტექტურაში კიბის ფაქტორი მიყვარს და აქ გამოტანილია ფასადზე კიბე, რომელიც ყველა სივრცეს აერთიანებს. ამავე დროს კიბე ელემენტია, რომელიც დამახასიათებელია ამ უბნისთვის და თბილისური ეზოებისთვის, გარეთ გამოტანილი კიბე სივრცე ამ გამწვანებაში და ესეთი გატეხილი ფორმით და სართულ-სართულ ჩამოდის, ეს უკვე რაღაც ელემენტია, რომელიც არქიტექტურას ხელს უწყობს უფრო საინტერესო გახდეს. მთავარი მასალა რკინა-ბეტონია, კონსტრუქცია, რომელიც აშენდა და დარჩა ისე როგორც კარგი ხარისხით აშენებული და მოსავერკეთებელი მასალები იქ არ ჩაგვიდია. რაც შეეხება ფასადის მოპირკეთებას, ეს არის ლითონის ფურცლები დამუშავებული, თქვათ რაღაც დეკორით და რომელიც არის ფონად ფასადის. დანარჩენი არის შემინული აგროჰაბი და შემინული რესტორანი. მაგრამ ძირითადი მაინც ხაზი გასმულია ლანდშაფტურ არქიტექტურაზე.